სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფასები თითქმის აღარ იზრდება და ინფლაციაც თითქმის ნულია, ხოლო ექსპერიმენტი, რომლითაც ჩვენ ყველაზე ხშირი მოხმარების საკვებზე ვამოწმებთ ფასებს პერიოდულად, კლებასაც კი აჩვენებს, თანაც მნიშვნელოვანს. ბოლო რამდენიმე თვეად ჩვენ ერთგვარ ექსპერიმენტს ვატარებთ და თბილისის სამ სავაჭრო ობიექტში ყველაზე იაფ პროდუქტებს ვეძებთ. საქსტატის ინფორმაციით მაისის თვეში ინფლაციამ 3% შეადგინა. ნახოთ აისახა თუ არა ფასების ცვლილება ჩვენს სასურსათო კალათაზე. 1 კილოგრამი გაყინული ქათამი, წიწიბურა, ზეთი, შაქარი და ხსნადი ყავა 100 გრამიანი შეფუთვით. ჩვენი სასურსათო კალათა 5 მეტნაკლებად ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტისგან შედგება. ჩვენ პროდუქტებს არა მწარმოებლისა და ხარისხის, არამედ მხოლოდ ფასის მიხედვით შევარჩევთ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დახზე არსებული კონკრეტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტიდან ჩვენ ყველაზე დაბალ ფასიანს შევიძენთ. შემდეგი ობიექტი პოპულის ქსელია. შერჩევის პრინციპი ამ შემთხვევაშიც იგივეა. დახლებზე ყველაზე იაფი პროდუქტები უნდა მოვძებნოთ. ადმინისტრაციამ შიდა გადაღება არ ისურვა. ამიტომ ფასების გადამოწმებას მომხმარებლის სტატუსით შევეცდებით. ჩვენი ექსპერიმენტი დასრულდა. სამივე მაღაზიის ჩეკი უკვე მოვაგროვეთ. ახლა დროა ფასებით შევაჯამოთ. ქარფურში ჩვენი სასურსათო კალათის ფასმა 13 ლარი და 95 თეთრი შეადგინა. გუდულში 16 ლარი და 59 თეთრი, ხოლო პოპულში 17 ლარი და 62 თეთრი. სამივე ობიექტში ფასები იანვართან შედარებით შემცირებულია. რაც შეეხება ვაგზლის მიმდებარე ბაზრობას, აქ კალათა 25 თეთრითაა გაძვირებული. ივნისისთვის შედეგებით ჩვენი სასურსათო კალათა ყველაზე იაფი ქარფურში ღირდა. ასე იანვრიდან დღემდე საშუალოდ 15-20%-ით არის ცალკეულ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირი მოხმარების სურსათზე დაკლებული ფასები. ჩვენი ექსპერიმენტი აჩვენებს, ამასთან ერთად ფასებთან ერთად იკლებს საარსებო მინიმუმიც, ამას უკვე სტატისტიკა ამბობს, წელს 4 თვეში ის 4 ლარით შემცირდა. ერთ წელიწადში კი 7 ლარით და თუ კი შარშან თავის გასატანად 154 ლარი იყო საჭირო, დღეს 157-იც საკმარისია. ოღონდაც ახლანდელი ხელისუფლება საარჩევნოდ აცხადებდა, რომ საარსებო მინიმუმი წინა მთავრობას ხელოვნურად ჰქონდა შემცირებული და უნდა გაზრდილიყო. და ამ განცხადებით იგულისხმებოდა, რომ რეალურად უფრო მეტი ღარიბი იყო ქვეყანაში და რომ ეს იმალებოდა, რომ მათზე რაიმე სახის სოციალური დახმარება არ გაცემულიყო. ახალი სტატისტიკით კი დღეს 1000-ობით ოჯახმა საარსებო მინიმუმს ზევით გადაინაცვლა, ნიშნავს თუ არა, რომ ისინი სოციალურ შემწეობას დაკარგავენ, მთავრობა მიიჩნევს, რომ აქ კავშირი არ არსებობს. საარსებო მინიმუმი იცვლება ისეთი პარამეტრის ცვლილება, რომელიც ყოველთვიურად იცვლება, შესაბამისად მიმდინარე პროცესზე გავლენას ვერ მოხდას. თუ ყოველთვიურად ამ ცვლილებას შევიტანდი, ჯერ ერთი პრაქტიკულად შეუძლებელია და მე კიდე ვთქვათ ყოველ თვე სხვადასხვა თვეში შესწავლილი ოჯახები მოხდებოდა არათანაბარ მდგომარეობაში. ანუ ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ამ მეთოდიკის შინაარსი კი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ოჯახები ამ სისტემაში შემოსული ოჯახები ერთმანეთს შევადაროთ.